მილეში რა ვიცი რა. კაცი დაუბერდი და რაც თავი მახსოვს სულ რაღაცა შევდივართ. საბჭოთა კავშირის დროს შევდიოდით კომუნიზმში. აი რომ დავიბადე მე, იქიდან მოყოლებული უკვე თვალი რო გავახელე და უკვე რაღაც აზროვნება დავიწყე, ხო, კომუნიზმში შევდიოდი. შევდივართ კომუნიზმში. დამთავრდა საბჭოთა კავშირი, მე შევდიოდი დატოში. შევდივართ და მე ევროკავშირში. სულ რაღაცა შევდივართ. რაც თავი მახსოვს. ეს მეგობრებო, შემთხვევითი მოვლენა კი არ არის, რომ რაღაცა რო შევდივართ. უნიკალური ფილმი, ნაწარმოები დათა თუთაშხია. სეთურს რო ყავს ხალხი და დათა და მისი მეგობარი რომ ესაუბრებიან, კი მარაო, ეს მუნჯი აქ რასაკეთებს, ჭაშიო, ესაკეთებს, თუ აკეთებსო. ნახეთ, იქ მიდის ზევით გვირაბიო და მაღლაო და აქ რა გამოვაო, არც გამოვა არაფერი, მაგრამ იმედს აკეთებსო, იმედსო. და მეგობრებო, ხო არ გონიათ რომ ეს სადღაც იქ ზღაპრულ მითოლოგიურ სეთურთან ხდებოდა ეგ? მაგ სახელმწიფოში ცხოვრობ მე, რაც თავი მახსოვს. მუნჯი ჩაღელებულია ჭაში და შევდივართ, აი ყრილობები იმართებოდა, კაცო, კომუნიზმის შესვლის ყრილობები საბჭოთა კავშირის დროს. და დღეს ახლა ზუსტად აი სამთავრობო შეკრებები, პარლამენტში მსჯელობები, ევროკავშირში შესვლისთვის. ყველა მიცის, მეგობრებო, არასად, არცად არ შევდივართ წინამდვილეში. სეთურმა იცოდა სეთურმა დალოცვილო, რომ ის გვირაბი არ გამოვიდოდა ჭაში. მაგრამ ხალხს ისე სხვანაირად ვერ მოატყუებდა და ვერ მართავდა. ამის დანახვა ქართველებო რატო გიჭირთ? რატო მეგობრებო, ძვირფასებო? ამას გვიკეთებე. როდესაც ვამბობდი, აი რა მახსენდა მარტო მე თქვენთან ერთად, რომ ბიჭო არსად არ ღვებულობდა, აგრესიით ხვდებოდა ხალხი, კაცო. ესე გიждდებოდნენ, გიშემყვალებოდნენ. არ გინდა შენ ქვეყნის განვითარება, ევროპაში რო შედი იქა ცივილიზაცია. ბიჭო არ ხებულობს არავინ და გატყუებენ რომ ვეუბნებოდი. ამას მოყვებოდა აგრესია და აი ნახეთ იგივე ფილმში. როდესაც დათა მუთხრა, რას დაგამგვანათო აბელმაო და თაბაგარმაო. რა დამარდეს, დაუმტვრიეს ნეკნები. ძლივს გადარჩნენ, კაცო, ლამის მოკლეს. თვეები დაჭირდა რეაბილიტაციას. იგივე სისტემაში ვართ, ქართველებო, რაც მალე გავახელთ თვალებს, მით მალე გამოჩნდება კარში გასასვლელი გზა. თვალი უნდა გავახილოთ რეალობას, თვალი უნდა გაუსწოროთ, გერაცვალეთ. ამას რო გეუბნებით ქართველებო, კაცო, სიძულეს ზიზღით კი არ ვლაპარაკობ. არიქა განვითარება არ მინდა, თურმე იმის დაგვია. ჩემი ქვეყნის ევროპაში შესვლის წინააღმდეგი ვარ. მე კი არ ვარ დალოცვილო, ევროპაში შესვლის წინააღმდეგი. თვითონ ევროკავშირი არის წინააღმდეგი ჩვენი მიღების. და გვატყუებენ. ზუსტად იცის ამ ხელისუფლებამ, კაცო, რო არავინ არსად არ მიგვიღებს. მაშინაც იცოდა შევარდნაძემ, რო არ მიგვიღებდნენ. სააკაშვილმაც იცოდა. არ დაინჯეროთ ეს რო არ იციან მათ. არ არიან მასე უგუნურები. და უბრალოდ თქვენ გატყუებენ, ქართველებო. რომ ეგრე გამოგიყენოს, როგორ გითხრა, მასალა შემოსავლის კაი ცხოვრებისთვის, თავიანთი კაი ცხოვრებისთვის. ჩვენ სად უნდა შევიდეთ? ეკლესიაში უნდა შევიდეთ. ჩვენს სული და გული რო არის ჩვენს ეკლესიაში, ქართველმა რო უცებ შეისის ხორცა, ჩვენი ქრისტიანობა. იქ უნდა შევიდეთ, იქ. რა უნდა ვაშენოთ? ქრისტიანულ ზნეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო. აი ეს უნდა ვაშენოთ. რაც ამ მშენებლობისთვის გამოგვადგება, ის ურთიერთობები უნდა ვიქონიოთ დანარჩენებთან. გინდა დასავლეთი იქნება, გინდა ჩრდილოეთი, გინდა სამხრეთი თუ აღმოსავლეთი. ჩვენ სახლში ჩვენ უნდა ვიყოთ უფროსები. ჩვენ სამშობლოში ქართველები უნდა ვიყოთ წარმართველები და დანარჩენები უნდა იყოს როგორც სტუმრები.
და არა თქვათ ჩვენი საძინებლებისა და ოთახების გამკარგავები სტუმრები უნდა იყვნენ დანარჩენი ეს ფუნქცია უნდა ავიღოთ დავიბრუნოთ ეს ფუნქცია და ამის დაბრუნებას ესე თავისით არ ხდება ამას ჭირდება რა თქმა უნდა ბრძოლა შრომა აგერ ნებისმიერი ადამიანი რომელიც შრომობს აი ჩვენი დავითი აგერ უზომოდ მშობელი კაცი ჩვენი კახი ასე არაფერი არის შემოდგომაზე დათო გენაცვალე მოსავალი მოდის გაზაფხულიდან თუ არ დაიწყე შრომა რა ისეთ კითხვას გისვამ რა დიდ მეცნიერება არა აუცილებელია მამასპირიდონ ყოველდღიურად არც უნდა გაჩერდეს სახელმწიფოც ეგრეა სამშობლოც ეგრეა დიახ უცებ არ მოდის არაფერი ნაბიჯი ვაკეთოთ ეს უნდა ვიზრუნოთ ვიშრომოთ ყველაფერი კი არ გამოგვივა ხანდახან ხდება ხოლმე რომ აკეთე რომ ლათისი არ გამოვიდა გაკეთებული მაგრამ ვინც შრომობს მოსავალსაც იწყებულობს დიახ ასე რომ უნდა ვიშრომოთ სამშობლოსთვის და თუ სადმე უნდა შევიდეთ ქართველებო ჩვენს დედა ეკლესიაში უნდა შევიდეთ ერთმა დალოცვილი გამყოფოთ და მადლობა მოსვენისთვის